ტრამპმა თქვა რომ აი ახლა მე გრენლანდია ჩემთვის მინდაო. ეგ ახალი არა, ჩემთვის მინდა არა, ჩემთვინ მინდა. კი, გრენლანდია ჩემთვინ მინდაო. ოღონდ ეგ ახალი არ არის, მაგას დიდი ხანი ამბობს და მე რო ჩაიკითხენ რომ ძალის გამოყენებას ხო არ აპირებ მაგასთან დაკავშირებითო, ნუ იმედია გაგახტება საჭირო მაგასაც არ გამოვიწყო. ან დავიფყრო. ხო, მე კიდე ტრამპს ჩაიკითხენ რომ კი მაგრამ ეს ხო შეიძლება წაახალისოს რუსეთიც. რას იფიქრებს რუსეთი და ჩინეთი ჩვენ თუ ესე შევარდით და ტერიტორიების აღება დავიწყეთ ესე ანექსია თუ მოახდინეთო და ტრამპა თქვა რომ ფეხზე მკიდია რას ფიქრებს რუსეთი მე ერთი ის ჩავაგდე გახსნილი ეკრანზე შეუძლია გამოვიტანონ მაგრამ ეკრანზე ვერ გამოვიტან და მაყურებელი თუ ხედავს არა პრობლემა ანუ ხო აი ახლა არის ეს არის არქტიკის არეალი და ჩვენ ვიცით რომ არქტიკაში არის ძალიან ბევრი რესურსი. პირველ რიგში საუბარია ენერგომატარებლებზე, ანუ უზარმაზარი მარაგებია ნავთობის და გაზის. და მათ შორის იშვიათი მეტალების და სხვა რესურსების. ეს არის აუთვისებელი დოვლათი, რომლის ექსპლუატაცია ახლა სულ უფრო მარტივი ხდება, იმიტომ რომ აი ტექნოლოგიურმა პროგრესმა იმ მასშტაბს მიაღწია, რომ არქტიკის ათვისება არის უკვე აი სულ რაღაც წლების ამბავი. და არქტიკის ათვისების უფლება გააჩნიათ არქტიკის ტერიტორიის ფლობელებს, ანუ არქტიკის კონტინენტური შელფის ექსპლუატაცია შეუძლიათ მხოლოდ არქტიკის გარშემო მყოფ ქვეყნებს. აი ხა რუკაზე ხედავთ? ხედავთ რომ აგერ ალიასკა, ეს არის ამერიკის ტერიტორია, კანადა აგერ არის დიდ ნაწილს მოიცავს არქტიკის, გრენლანდია მოიცავს დიდ ნაწილს და დანარჩენს არის ფაქტიურად რუსეთი და ნორვეგია. ნორვეგიასაც შეუძლია ისლანდიას, სხვათა შორის იმასაც, შვედეთს და ფინეთსაც, მაგრამ ყველაზე დიდი ტერიტორია რისია? ნუ აი თავის სიდიდიდან გამომდინარე რომ აითვისოს გეოგრაფიიდან და საერთაშორისო კანონმდებლობით განისაზღვრება. ანუ შენ იმდენი კონტინენტური შელფის ათვისება შეგიძლია რამხელას ესაზღვრები. გამოვიტან ჩვენი პირველ რიგში ხადია რუსეთია ყველაზე ასე ვთქვათ მოგებულ მდგომარეობაში და ვხედავთ რამხელა ტერიტორიას ესაზღვრება. მერე მოდის კანადა და მერე მოდის დანია. იმიტომ რომ დანიის არის გრენლანდია. და ამერიკა მხოლოდ ალიასკის ზომით შეუძლია რომ აითვისოს და ეს ეხა დონალდ ტრამპისთვის ეხა შენ წარმოიდგინე ბიზნესმენისთვის რომელსაც აი ხელის გულზე უდევს არქტიკის უშველებელი რესურსები და დამავკოლებელი ფაქტორი არის დანია რომელსაც ფორმალურად ემორჩილება გრენლანდია. ცხადია ტრამპისთვის ეს არის იმხელა ცდუნება რომ მე არ გამოვრიცხავ რომ ტრამპი მათ შორის ავიდეს აი საერთაშორისო წესები და არა მარტო რესურსებია საზღვაო რომ გადმოვიტანოთ ეგ როგორ გამოიყურება იცი აი ბიზნესში სადღაც რაღაცის გახსნა უნდა და აი შენუბანში ვიღაცას რო უბნის სუპერმარკეტია გაკეთებული იმას აქ ის ტერიტორია დაკავებული. არა, აი რაღაც პატარა მინი მარკეტი. ნუ რაღაც ბუტკა აქვს რა და ბიზნეს რაღაც იქ საინვესტიციო პროექტი აქვს და ეს ბუტკის პატრონი უშლის ხელს. ხო ანუ მილიარდებს კარგი. ხო გასაგებია რომ ადრე თუ გვიანა ან ტკბილად ან არც ისე თბილად ესე თუ ისე გადაწყდება ხო ეგ პრობლემა და დაახლოებით იგივე დიალოგი მიდის ახლა გრენლანდიაზე. კიდე შემახსენა რომ ასევე ხო არის არქტიკური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ამ კლიმატის ცვლილებებთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ეგეც მნიშვნელოვანია. ნუ მანთ არის უსაფრთხოების თემაც, რაც ამერიკელები აპელირებენ, იმიტომ რომ გლობალური თერმობირთვული კონფლიქტის შემთხვევაში, როგორც რუსების, ისე ამერიკელების ბირთვული ქობინები, სარაკეტო დარტყმის შემთხვევაში
ყველაზე ოპტიმალური და მოკლე ტრაექტორია, რითიც ხდება გასროლა, ეს არის ჩრდილოეთ პოლუსის გავლით. გამოვიტანთ ისევ ეკრანზე, ბევრს წარმოუდგენია, რომ აი რუკაზე მიჩვეულია უყუროს. მერკადორის პროექცია, რაზეც ჩვენ მიჩვეული ვართ სკოლაში, რომ აი ესე წინიდან უყურებთ, ყველას წარმოგვიდგენია, რომ აი ეს რუსეთიდან მაგალითად მარჯვნიდან მარცხნივ უნდა ისროლონ რაკეტები და ამერიკიდან მარცხნიდან მარჯვნივ. არა, გასროლა თუ მოხდება გლობალურ თერმობირთვული კონფლიქტის შემთხვევაში, ყველაზე მოკლე და ესეთი ოპტიმალური ტრაექტორია არის ჩრდილოეთ პოლუსის გავლით. ასევე ძირითადი დარტყმის საშუალებები ხო არის რაკეტები. რუსეთის შემთხვევაში არის ეს ნატოს კლასიფიკაციით სატანა 2 ქვია მაგას და ამერიკელების შემთხვევაში მინიტმენ 3. მაგის გარდა ერთ-ერთი მთავარი მატარებელი ბირთვული იარაღის ეს არის წყალქვეშა კრეისერები. და ეს წყალქვეშა კრეისერები, ანუ წყალქვეშა ნავები, რომლებზეც ბალისტიკური რაკეტებია განთავსებული, ასევე მორიგეობენ ამ არქტიკის ზონაში, ანუ ყინულის ქვეშ დაცურავენ ეს ატომური, როგორც რუსული, ისე ამერიკული წყალქვეშა ნავები და გასროლაც ან ყინულიდან ამოსვლა ხდება, გასროლა არის ტექნოლოგია საერთოდ ყინულის ქვეშ შიდან პირდაპირ გასროლაც ხდება. ანუ ეგ არის გლობალური თერმობირთვული კონფლიქტის შემთხვევაში ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ზონა და მაგიდან გამომდინარე ამბობს ტრამპი, რომ გრენლანდია არის ამ ზონის გულში ფაქტიურად ადგილი, პლაცდარმი და ჩვენ ეგ ჭირდება. აი რუკა რო დავაბრუნოთ. დიდი ხანი იყო რუკა, მაგრამ კიდე ვაჩვენებ. მაგალითად საზღვაო კავშირები ახლა როგორ ხდება? აი ჩინეთიდან პირობითად აი ეს შესაძლებელი ხდება დათბობასთან ერთად. ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის გავლით აი ესეც წამოვიდეს ევროპისკენ თვითები, ან თქვათ ამერიკის დასავლეთის სანაპიროდან წამოვიდეს აი ესე აი ამ მიმართულებით, თქვათ ევროპისკენ, ან ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ. რუსებმა გამოცანისთვის საკმაოდ ბევრ ყინულმჭრელს, ატომურ ყინულმჭრელებს აშენებენ, იმისთვის რომ აი ეგ ჩრდილოეთ სავაჭრო გზა ოპერირებადი იყოს მთელი წლის მანძილზე, ანუ ბევრ რესურსებს დებენ მაგ პროექტში. ხო, თან როგორი რაღაცა აქამდე თუ გლობალურ დათბობამდე ყინული იყო სქელი, იყო დიდი ხანი. ეხლა ჩდება ის ცვლილებები, რომ უფრო თხელი ყინულია, უფრო ადვილია იქ გაჭრა და უფრო დიდია პერიოდი, როცა ყინულით დაუფარავი ტერიტორიები არსებობს. ამიტომ სანაოსნოდ ბევრად ხანგრძლივი მონაკვეთი გაჩნდა და ბევრად უფრო ნაკლები რესურსია საჭირო ყინულით დაფარულ ტერიტორიების გაჭრისთვის. და მოსალოდნელია რომ სულ უფრო მანდეთ წავა საქმე, სულ უფრო მეტი სანაოსნო საშუალება. თან მანდ მეორე ფაქტორიც არის, აი ალტერნატიული გზა რო წარმოვიდგინოთ აი ჩინეთიდან მაგალითად, ხო? იქ რისი გავლა უწევთ მაგათ? ანუ არის დაუშვათ სუეცის მიმართულებაზე რო გადიან. ჩრდილოეთის საზღვაო ამ იმას გზას ანუ აი არტიკის დერეფანს და აი მან კარგად ჩანს. კი ბატონო, აი რამდენად მოკლეა და უსაფრთხოა ანუ ჩინელებისთვის და რუსებისთვის. აი ხა წითელ ზოლს დააკვირდით, ძირითადი ნაკადი ეხლა დღეს გადის აი წითელი მარშრუტით. ნუ აქ კორეის პორტიდან არის აღებული, როგორც ხედავ, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა. ჩინეთიც რა? ჩინეთიც მანდარი რა რეგიონებს გაივლის რა. ნუ იქ ის მალაიზია რაღაცა გასაგებია, იემენი, სადაც აი ამ ხელა ესე თქვათ საბრძოლო მოქმედებები არ ჩერდება და ჩვეულებრივად ეხლაც ამ მომენტშიც ბომბავენ და ესვრიან გემებს. ქვემოთ არის სომალია, ეს სომალელი მეკობრეების ფენომენი მაგიტო არის, ანუ ტრაფიკი მანდარი. ზემოთ მერე არის ზედმეტად ახლოს ანუ სუეცის არხთან ის კონფლიქტური ზონები, სადაც ნუ სულომია, ანუ ერაყი იქნება, სირია იქნება, ლიბია იქნება, მაღალი რისკების შემცველია და პოტენციურად თან ეს მიმართულება არის დაბლოკვადი.
კი, ანუ მანდ უნდა ითქვას ისიც, რომ ჩინეთისთვის მაგალითად ის, რომ სინგაპური არის, ვთქვათ, ამერიკის და დასავლეთის მოკავშირე, ის, რომ ინდოეთი არის ჩინეთის ბუნებრივი კონკურენტი და ითვლება და არის კიდევაც და მანდედან გამომდინარე ეს მარშრუტი ჩინეთისთვის პრობლემურია, იმიტომ რომ პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში შეიძლება დაიბლოკოს, ამიტომ აი ეს ჩრდილოეთის მარშრუტი, რომლის უდიდესი ნაწილი გადის, პოტენციური მოკავშირის წყლებზე გადის და უფრო მოკლეა ჩინეთისთვის არის ბევრად სასურველი, ხოლო ამერიკისთვის სასურველია ამ მიმართულებით. ფაქტიურად იაპონიის გარდა, მან იაპონია რა თქმა უნდა ამერიკის პლაცდარმი, იაპონიის გარდა, როგორც კი იაპონიის ასე ვთქვათ, წყლებს გაცდები, მერე დანარჩენ მთელი ეგ სანაოსნო მიმართულება არის უსაფრთხო და არაპრობლემური. ნუ თან ახლა იქ იაპონიის იქ წყლებს რასაც გულისხმობ, მათ საერთაშორისო წყლებია ერთი და მეორე ჩინეთის იქ არის, კი, და შეუძლია დაიცვას. უფრო ძლიერია ახლა ვიდრე სადღაც ინდოეთის ოკეანეში. ხო, ჩინეთს ახლა ჯერ არ შეუძლია სუეცის არხზე სამხედრო ძალის პროექცირება, მაგრამ იაპონიის მიმართულებით შეუძლია. და ამასთან ერთად იაპონიას თავისი სანაოსნო ინტერესი აქვს, რომ თვითონ გაყიდოს პროდუქცია, შენ თუ შენზე გამოვალ მიმართულებას ჩინეთს უკეტავ, სამაგიეროდ ანალოგიურად პრობლემა რაშია, იცი, ვიღაცას თუ შენ არ ევასები, ძალიან ისე ჟარგონულად გამომდის, მაგრამ თუ შეუძლია დააორგანიზოს, რომ ახლო აღმოსავლეთში ვიღაცა იემენელ ხუსიტებს, ან ვიღაცა სომალელებს ცოტა იარაღს მიცემს და ფულს მიცემს და შენი გემების ჩაძირვას, აფეთქებას, დანაღმვას და გატაცებას თუ იწყებენ, თან შენ კი იცი, შენმა დაზორმამ კი იცის, ვინ გადაუხადა მაგათ ფული და ვინ დაიქირავა, მაგრამ პირდაპირ იმ სახელმწიფოს ხელს ვერ დაადე. და აი ეს მარშრუტი არის ბევრად უფრო უსაფრთხო და ამ მიმართულებით არის მერე მთელი ეს პრობლემა, რაც გაჩნდა არქტიკის სავაჭრო გზიდან გამომდინარე.